შეერთებული შტატების კონგრესმა კი ქართული კოშმარის არაღიარების აქტის შინაარსი გამოაქვეყნა. დოკუმენტის ტექსტში მითითებულია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების არც ერთმა სახელმწიფო ორგანმა არ უნდა აღიაროს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის ლეგიტიმურობა, რომ საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად რჩება სალომე ზურაბიშვილი და რომ კიდევ უფრო ინტენსიურად უნდა მოხდეს პერსონალური სანქციების გამოყენება. ქართული კოშმარის არაღიარების აქტი ორპარტიულია და მას 5 თანაავტორი ყავს. მათ შორის არის ჯო ვილსონიც, რომელმაც კიდევ ერთხელ გაავრცელა გუშინ განცხადება და თქვა, რომ იქნება ახალი სანქციები ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. ნინო სამყურაშვილი გვეტყვის მეც იმაზე, თუ რა წერია ქართული კოშმარის არაღიარების აქტში. ქართული კოშმარის არაღიარების აქტი გამოქვეყნებულია, სწორედ ამ სათაურით არის ეს დოკუმენტი გამოქვეყნებული უკვე კონგრესის საიტზე და მასში პირდაპირ არის საუბარი იმაზე, რომ ნებისმიერმა მთავრობამ ამერიკის შეერთებული შტატების არ უნდა ითანამშრომლოს ბიძინა ივანიშვილთან ან მის მარიონეტთან და არ უნდა ჰქონდეს არანაირი ურთიერთობები. ამასთან ერთად დოკუმენტში საუბარი არის იმაზეც, რომ ყველა მთავრობამ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობაზე არის საუბარი, უნდა გაითვალისწინოს ბიძინა ივანიშვილთან და მის მარიონეტებთან დაკავშირებით გლობალური მაგნიტსკის აქტი და ასევე ბრძანება 14.024 და იქ გაწერილი ყველა ის საკითხები, რომელიც მოიცავს როგორც პირველად, ასევე მეორად სანქციებს. ამ შემთხვევაში კონგრესი მიუთითებს იმაზე, რომ ქართული ოცნების არაღიარების აქტით მიუთითებს იმაზე, რომ გლობალური მაგნიტსკის აქტით, ვინც არის დასანქცირებული და ასევე ბრძანება 14.024 საუბარი არის სწორედ ბიძინა ივანიშვილზე, რადგანაც ამ ბრძანებით არის დასანქცირებული, მათთან ნებისმიერი კონტაქტი უნდა იყოს აკრძალული და არც ერთი ამერიკის შეერთებული შტატების არც ერთი მთავრობა ამ მიმართულებით არ უნდა მუშაობდეს და არ უნდა ეთანამშრომლებოდეს პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილს და მის მარიონეტებს და ამასთან ერთად კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი არის ის, რომ ამ აქტით ასევე საუბარია იმაზე, რომ როგორც იყო 26 ოქტომბრის არჩევნებამდე, რომ მაშინ იყო პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ის არის ლეგიტიმური, ასე უნდა გაგრძელდეს ახლაც და ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად სწორედ ის უნდა იყოს აღიარებული. შეერთებული შტატების პოლიტიკა არ აღიაროს ან ურთიერთობების ნორმალიზება არ მოახდინოს საქართველოს ნებისმიერ მთავრობასთან, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ან ნებისმიერი მარიონეტი უძღვება. ქართული ხალხის წინააღმდეგ ივანიშვილის რეჟიმის მიმდინარე დანაშაულების გამო გამოიყენოს ძალაუფლების სრული პაკეტი, მათ შორის რაც გათვალისწინებულია მაგნიტსკის გლობალურ აქტსა და აღმასრულებელი ბრძანება 14.024-ში, რათა შეაკავოს საქართველოს მიერ ჩინეთის კომუნისტური პარტიის, ირანული რეჟიმის ან რუსეთის ფედერაციის ინტერესებში კორუფციული აქტივობა ან საგარეო გავლენის შეერთებულმა შტატებმა 2024 წლის 26 ოქტომბრის თაღლითურ არჩევნებამდე საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უნდა აღიაროს საქართველოს ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად. და ქართული ოცნების ქართული კოშმარის უпростоრად არაღიარების აქტი კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში არის უკვე რეგისტრირებული, გამოქვეყნებულია საიტზე. მისი ავტორები არიან როგორც დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები, ასევე რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები და ერთ-ერთი მთავარი ავტორი, რა თქმა უნდა, არის რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო ვილსონი, რომელმაც ასევე გამოაქვეყნა კიდევ ერთი განცხადება ოლიგარქიულ რეჟიმთან დაკავშირებით, ოლიგარქიული რეჟიმის კავშირებზე ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან და მან ძალიან ღიად კიდევ ერთხელ დაწერა მინიშნება იმაზე, რომ მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნება ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების სათავეში, სანქციები იქნება და ეს სანქციები მოდის კიდევ ერთხელ დაანონსა მან, რომ ოლიგარქიული რეჟიმის მიმართ სანქციები იქნება და ამასთან ერთად გავრცელდა განცხადება, რომელიც არის ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის კენეთ იალოვიცის და ის პირდაპირ საუბრობს იმაზე, რომ დღეს ოლიგარქიული რეჟიმი შეეცდება, რომ ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობები დაალაგოს, თითქოს ნორმალიზება მოახდინოს, მაგრამ ეს ასე ვერ მოხდება, რადგანაც ქართულმა ოცნებამ შექმნა სწორედ ისეთი წინაპირობები, მისი თქმით, რაც ვერანაირად ვეღარ მოახერხებს იმას, ოლიგარქიული რეჟიმი ვეღარ შეძლებს იმას, რომ ძველებური ურთიერთობები არსებობდეს ამერიკის შეერთებულ შტატებთან. უფრო ვრცლად თუ რაზე საუბრობენ დღეს ამერიკელი პოლიტიკოსები და დიპლომატები, შეგიძლიათ მოისმინოთ ჩვენ სინქრონებში. ბიძინა ივანიშვილმა და ქართული ოცნების ბანდიტებმა საქართველოს სპორტსა და მინერალური რესურსებზე წვდომა ჩინეთის კომუნისტურ პარტიას მიჰყიდეს. ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის შეთავაზების მიუხედავად. ახლა ისინი თავიანთ დიქტატურას სულელურ რეკლამას უკეთებენ. 59 ოპოზიციონერი დეპუტატის გარიცხვითა და დემონსტრანტების სასტიკი დარბევით. დიდი ყურადღების მიუხედავად სანქციები მოდის.
ტრამპის გუნდი ნამდვილად შეისწავლის ქართული ოცნების პოლიტიკას, რომელიც ამერიკისადმი კრიტიკულია და რუსეთს ემხრობა და შემდეგ იკითხავს, რატომ უნდა გავაგრძელოთ ამ მთავრობის მხარდაჭერა ამერიკელი გადასახადების გადამხდელთა ფულის ასეთი დიდი ოდენობით. საქართველოს ძალიან ცოტა რამ აქვს ტრამპის ყურადღების მოსაპოვებლად, როდესაც მისი ყურადღება სხვაგან იქნება ფოკუსირებული. სახელმწიფო მდივან რუბიოს აქვს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მხარდაჭერაში ისტორია და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის მხარს დაუჭერს საქართველოს ამჟამინდელ მიმართულებას. ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი უდიდეს როლს თამაშობს ამერიკის საგარეო დახმარების ზომისა და მიმართულების დადგენაში. კონგრესის საკვანძო რესპუბლიკური წევრები საკმაოდ კრიტიკულები არიან საქართველოს მიმართ და მეტ სანქციებს უჭერენ მხარს. ქართული ოცნება სავარაუდოდ შეეცდება ტრამპის გულისმოგებას მისი რიტორიკის გამოყენებით და ვაშინგტონის ლობისტების დასაქმებით, მაგრამ ეს შესაძლოა ძალიან რთული ბრძოლა იყოს იმ ორმოების გათვალისწინებით, რომელიც ქართულმა ოცნებამ ამოითხარა. როგორ იქნება ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების ახალი ადმინისტრაციის დამოკიდებულება ოლიგარქიული რეჟიმის მიმართ? ამას ჩვენ ალბათ უახლოეს დღეებში და უახლოეს კვირებში გავიგებთ. ფაქტი არის ერთი, რომ მაგნიტსკის გლობალური აქტით დასანქცირებული არის ოლიგარქის შინაგან საქმეთა მინისტრი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნები და ასევე აღმასრულებელი ბრძანება 14.04-ით დასანქცირებული არის თვითონ ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და მთავარი განმარტება, რაც წერია სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილი დასანქცირებული არის იმის გამო, რომ ის მუშაობს რუსეთის სასარგებლოდ და საქართველოს ევროატლანტიკურ და დემოკრატიულ მომავალს ძირი გამოუთხარა.